ბრუნდებით საქართველოს ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანეს თამაშს, რომელიც 21 საათზე დინამო არენაზე დაიწყება. რა ხდება ახლა სტადიონზე დაიწყო თუ არა უკვე ადგილზე მისვლა გულშემატკივარმა. ლევან ღუდუშაური გვერდება დინამო არენის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში. ლევან, კიდევ ერთხელ მოგესალმები და გისმენთ რა ხდება დინამო არენასთან. კიდევ ერთხელ წარმატებები და სალამი შენ ვასილ, ადამიანები, კომაგები იკრიბებიან უკვე დინამო სტადიონთან. სამწუხაროდ ალბათ ეთერში ვერ მოგვისწრებენ ის ჯგუფი კომაგების, რომელიც გამოვაცილეთ აღმაშენებლიდან და დიდი ხმაურით მოემართებიან დინამო სტადიონისკენ, თუმცა აქაც შეკრებილია ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, ისინიც კი ვისაც არ აქვს ბილეთი, აქ ცდილობს ისევ რომ მოახერხოს ბილეთის შეძენა, მაგრამ აქ ეს ურთულესი საქმეა, დამიჯერეთ შესაბამისად, ვისაც არ გაქვს ჯერჯერობით ბილეთი და არ გიფიქრიათ სად შეიძლება ნახოთ ეს თამაში, იმედია ამინდიც ხელს შეგვიწყობს და რესპუბლიკის მოედანზე მაგალითად შესანიშნავად მოწყობილ გარემოში შეიძლება ერთად გულშემატკივარობა საქართველოს ნაკრებისთვის. ძალიან ცოტა დრო რჩება თამაშის დაწყებამდე, 2 საათი და ოდნავ მეტი, მღელვარება მატულობს, რა თქმა უნდა ეს სულისკვეთება და მაყურებლის მხარდაჭერა გადაეცემა ფეხბურთელებსაც უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის, რომელიც აუცილებლად მოსაგებია ლუქსემბურგის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი, ნახევარფინალური შეხვედრა, ერთა ლიგის პლეი-ოფი საქართველოს ძალიან კარგად ჩაატარა. 6-დან 5 თამაში მოიგო, 1 ფრე, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა დივიზიონში და 1 დივიზიონით ზემოთ უკვე აინაცვლა. შესაბამისად, ჩვენი გზა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად კიდევ უფრო გართულდება. შესაბამისად, ასეთი შანსი, როგორიც აქვს დღეს საქართველოს ნაკრებს, რომ გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, შეიძლება ძალიან დიდი ხანი კიდევ წლები არ გქონდეს. ასე რომ ძალიან საჭიროა მაყურებლის ერთიანობა, ყველა უნდა გავერთიანდეთ დღეს და უგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ძალიან მალე ავტობუსით მოვა სტადიონზე, სადაც მათ დახვდება ძალიან ბევრი გულშემატკივარი და კიდევ ერთხელ გაამხნევებენ სტადიონზე შესვლამდეც ქართველ ფეხბურთელებს. 21 საათზე დაიწყება მატჩი, არა მხოლოდ ფეხბურთი, UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურიას იქნება სტადიონზე, ის წარადგენს თავის ჩემპიონის ქამარს, მის სანახავადაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი დარწმუნებული ვარ ემზადება. ასე რომ დაველოდოთ მატჩის დაწყებას, უკვე 8 საათიდან სპეციალური გადაცემა ტაიმაუტი შევა ეთერში ეროვნული სტადიონიდან, სადაც ბევრი საინტერესო სტუმარი იქნება და უკვე 21 საათისთვის დაიწყება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. მადლობა, ეს ლევან ღუდუშაური იყო, გულშემატკივრობთ საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს დინამო არენაზე, ასევე რესპუბლიკის მოედანზე და რასაკვირველია საქართველოს პირველ არხზე 21 საათიდან მატჩის დაწყებისთანავე პირდაპირ ტელერეპორტაჟი სწორედ პირველ არხზე გელოდებათ.